გამარჯობოთ ჩემო მეგობრებო, ჩემო ლამაზო ქართველებო, პატრიოტებო, მომენატრეთ ორი გადაცემა არ ყოფილვარ და ნამდვილად მომენატრა ამ გადაცემაში წმინდა ილია მართლის გზით თქვენთან შეხვედრა. ჩვენ ამ პატარა ფანჯარაში, სარკმელში, რომელიც ესე განგებავა, ასე თქვა, გვიწყალობა მამულიშვილებს, ვაჟღერებთ ეროვნულ იდეებს და პოსტულატებს. და გსურს რომ პატრიოტებზე გავიდეთ, პატრიოტთა ტელევიზიაში ვიმყოფებით, მედია კავშირი ობიექტივი, რომელსაც აქვს დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე წლების განმავლობაში, ნამდვილად და ჩვენც ესე გვეძლევა ხოლმე საშუალება რომ გავიდეთ ეთერში და ჩვენი პატრიოტული აზრები გავაჟღეროთ. მეგობრებო, რეფორმების დროა, მე ასე ვფიქრობ, საქართველოს ჭირდება რეფორმები ყველა დარგში. ჩვენ აი ამ გადაცემაში რომ ვაჟღერებთ პრობლემებს, არ გვინდა რომ პრობლემა დარჩეს და ყოველთვის ვამატებთ ხოლმე რომ რეფორმების დროა. ანუ არა მარტო გავაჟღეროთ პრობლემა, რომელიც დარგში თქვა, შევეხეთ თქვა ბიზნეს, ეკონომიკას, ქალაქის საქალაქო ცხოვრებას თქვა. და აი ამ პრობლემების გაჟღერების კვალობაზე უნდა ვთქვათ რომ საზოგადოებაში ესე იგი საჭიროა რეფორმები ჩატარება და მაგრამ ამ რეფორმებს როგორ ჩავატარებთ მეგობრებო არ ხდება ასე რომ თქვა მარტო პარლამენტზე შევაგდოთ ან მარტო თქვა სამინისტროებზე შევაგდოთ ეს რეფორმა ხალხთან ერთად უნდა მოხდეს ეს რეფორმა და ფართო ჩაბმულობით ჩართულობით ხალხის დარგობრივი რეფორმები თქვა რეფორმა განათლების სისტემაში ხო აქ არა მარტო განათლების სამინისტრო, არა მარტო პარლამენტი, შესაბამისი კომისია თქვა, განათლების კომისია იქნება პარლამენტში ალბათ და ამავე დროს პედაგოგები, კავშირი, ოფიციალური კავშირები, ისე თქვა კავშირის გარეთ ყოფი პედაგოგები, მწერლები, პოეტები, ყველა უნდა ჩაერთოს, საზოგადო მოღვაწეები, ქართული პარტიები, ქართული არასამთავროები. აი, ნებისმიერ დარგში ეს რეფორმა ესეთი სტილით უნდა მოხდეს. საზოგადოება არ უნდა იყოს ერთმანეთთან გათიშული და ამავე დროს ერთმანეთთან დაპირისპირებული. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. და ეს რეფორმები რო საჭიროა, თქვენ ხვდებით ყველა დარგში, ქალაქის ნებისმიერი და ქვეყნის ნებისმიერი დარგი რო ავიღოთ, პრაქტიკულად სტაგნაციაშია და საჭიროებს განახლებას, საჭიროებს ახალ კანონებს, ახალ მიდგომებს. დღეს გვინდა შევეხოთ ჩვენ განათლების სისტემას. აი იმ განათლების სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის დროიდან, ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქიდან თითქმის ყოველ წელს რაღაცას ცდილობდნენ რომ გაეკეთებინათ, მაგრამ აი რაღაცა მონოლითი იყო ისეთი უძრავი, რაღაცა ჩამოსხმული მონოლითი, რომ ვერც საბჭოთა ისე დაინგრა საბჭოთა წყობა, რომ განათლების სისტემას ვერ უშველა. აი როგორც ესე იგი გემს რო თქვა ბზარი გაუჩნდება და იძირებოდა, ხო, ეს სისტემა იძირებოდა ჩვენ თვალწინ, ასევე იძირებოდა განათლების სისტემა და ალბათ ყველა დარგი მაგ დროს. აი ამ განათლების სისტემას ვერაფერი ვერ უშველებს. მე მახსოვს რომ აიტყოდნენ რეფორმა, ჩავატაროთ რეფორმა სკოლებში და სახელმძღვანელოებს გამოუცლიდნენ ყდას, რო ეწერა მე-7 კლასი, ეწერა მე იმავე წიგნს მე-8 კლასი და ეს წიგნები, საცოდავი წიგნები იზრდებოდნენ ზომაში. ბავშვები აი ამ ძიმე კურტან მოკიდებული ჩანთებით დღეს რომ დადიან, ისე დადიან და მაშინაც ეგრე დადიოდნენ ხერხემალ გამრუდებულები. აი რა გახდა რომ საბჭოთა კავშირის დროიდან ეს სნეულება გვაქვს რომ მცირეწლოვან ბავშვებს ავკიდდებთ უზარმაზარ ტომარას და ბავშვები აი გვერდზე გადახრილები ხან ერთ მხარეს მარჯვენა მხარეს ხან მარცხენა მხარეს ამ მძიმე ჩანთით და ამას წინათ უყურებდი ბავშვებს აი სკოლაში მიმავალ ბავშვებს და ყველა იყო აბსოლუტურად წახრილი თითქოს აი კურტანი ადრე მეკურტნეები იყვნენ ეს ტვირთს ატარებდნენ ეგეთი პროფესია იყო რომ ტვირთი უნდა გადაეზიდათ ზურგით და ესე მოხრილები წელში ბავშვი. აი რა ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, რა ხერხემალ, რა ტანადობაზეა, ხო, ბავშვები პრაქტიკულად ესე იგი მათი ნედლი ეს ხერხემალი, ნედლი ორგანიზმი შეგდებული ყავს აი ამ ძიმე წონების ცრევაზე და აი რა გახდა, აი მაშინაც იყო ლაპარაკი, რომ სახელმძღვანელოები იყოს, თქვათ არსებობს, თქვათ სახელმძღვანელო ქართული ლიტერატურის დიდი მასალა გასაგებია მთელი წლის განმავლობაში და გაიაროს ბავშვმა. მაგრამ არ შეიძლება რომ ეს ქართული ლიტერატურის უზარმაზარი ტომეული თქვათ, ანგინე ალგებრის თქვათ,
იყოს მასალას ნუ შეომცირებს, მაგრამ თხელი პატარა ტომებისგან შედგებოდეს. და თქვათ იმ სემესტრში ან იმ ორ თვეში რაც ჭირდება ბავშვს, ის მასალა იყოს თხელ წიგნში მოქცეული. თხელყდიანი რომ ბავშვი რომ ასე იყოს ყველა საგანში. გეოგრაფია იქნება ეს, მათემატიკა იქნება, ქართული იქნება, ინგლისური თუ სხვა. რომ ბავშვი რომელიც ყოველდღიურად გამოდის სახლიდან და რომ აალაგებს, ესე იგი აი ამ წიგნებს თხელი ტომეულობით, თხელი განყოფილებები ჩაალაგოს და სუბუქად წამოვიდეს და არა დატირთული რაღაცა საშინელი ხურჯინით. აი ეს ელემენტარული საბჭოთა ეპოქაში ეს ვერ მოახერხეს და მე მახსოვს აი ჩვენ მე მაგათაც სწავლობდი სკოლაში, ბავშვი ვიყავი, მათლაც სწავლობდი და ვცდილობდი რომ გაკვეთილზე თან გთხოვდა მასწავლებელი რომ წიგნები მოიტანეთ წიგნები. კიგენაცვალე მოქონდა წიგნები, მაგრამ მე მგონია იმ ჩანთის თრევას 1-3 კაცი მაინც ჭირდებოდა. და აი ხომ გეუბნებით ყველა ჩვენ კლასში ან ხერხემალი ქონდა გამბრუდებული ან რა ვიცი მე ყოშტყოში ძალიან გვიჭირდა ამების დარება. ჯერ მითხრება ამდენი წიგნების და მე მოთხრება და აი თუნდაც აქედან დავიწყოთ რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. შესაბამისად უნდა იყოს მერხიც მოწყობილი რომ ბავშვი არ იყოს მოხრილი წელში. აი ამ ფიზიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს ჩვენ მაშინ აი მე მახსოვს ჩემი მე-5 მე-6 კლასელობა, როდესაც სპეციალური აი დახრელი მერხები იყო ასაკის და კვალობაზე რომ ბავშვი თქვათ არ მოკუზულიყო წელში და მაშინ საბჭოთა სისტემაში ამას მაინც აკეთებდნენ რომ მერხები გამოდიოდა ხის და რაღაცნაირად ესე იგი ყველა ასაკისთვის შესაბამისი ზომის მერხი იყო. მაგრამ შემდგომში რატომღაც არ ვიცი ეს ევროპულზე გადავიდნენ თუ რა მოხდა, ბოლო წლები იყო რომ ესე იგი ასეთი პლასტიკად გადაკრული მერხები, რომელსაც ვერ წდებოდით, ზოგი მაღალი იყო, ზოგი დაბალი იყო, ჩემი კლასელები მახსოვს და ესე იგი ზოგს თქვა კისერზე ქონდა ეს მერხი, ზოგს მკერდზე ქონდა მიბჯენილი, ზოგს ჭიბზე ქონდა მიბჯენილი და ათასნაირად ესე იგი ბავშვები ცდილობდნენ რომ დაეწერათ და რაღაცა და თავის ჯანმრთელობის ესე იგი ხარჯზე. ანუ აი ეს ერთი გადასახედით ხომ გეუბნებით და სკოლის წინ რომ დადგეთ თქვენ უკვე მიხვდებით რომ რა დღეში არიან ჩვენი შვილები. ძალიან აქ არა მარტო ამაზეა ლაპარაკი, ალბათ იმაზეა ლაპარაკი რომ ესე იგი განათლების გაკვეთილი უნდა იყოს რა, გაკვეთილი რაღაცა მისტიკა ასე თქვათ, მომზადებული პედაგოგი უნდა შეხვდეს მომზადებულ ბავშვებს. მოტივირებული პედაგოგი უნდა შეხვდეს მოტივირებულ ბავშვებს და თუ ეს არ ხდება, თუ ორი მხრიდან ერთ-ერთი არ არის მოტივირებული, იქ გაკვეთილი არ შედგება, მეგობრებო, ხო ჩვენ კარგად ვიცით და ასე ბევრჯერ არ შედგა ჩვენთანაც გაკვეთილი. მე რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, 102 სკოლა მაქვს დამთავრებული, ეს არის საბურთალოზე სკოლა და ბევრჯერ იშლებოდა ხოლმე გაკვეთილები, რომ ხანდახან ბავშვები არ ვიყავით მზად, თქვათ, შლიდით ამ გაკვეთილს, ხანდახან მასწავლებელი არ იყო გაწონასწორებული და ის გვიშლიდა ხოლმე გაკვეთილს და. ამიტომ განათლების სისტემის ძირითადი ლაიტმოტივი ის უნდა იყოს, რომ ყველა პირობა შეიქმნას, ყველანაირი თანხები დაიხარჯოს, ყველანაირი რეფორმები მომზადდეს იმისათვის, რომ გაკვეთილი შედგეს. ამას ბევრი ფინანსები ჭირდება, ამას ბრწყინვალე სახელმძღვანელოები ჭირდება, ამას მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები ჭირდება. პედაგოგები არ უნდა იყვნენ მშივრები, დაშინებულები, დაჩმორებულები, როგორც დღეს არიან სამწუხაროდ, უფლოები, უხელფასოები და უფლებები, როგორც აი ჩვენი მეგობარი ბატონი ვაჟა ამბობს, რომ დღეს სკოლაში მასწავლებლებს პრაქტიკულად უფლება არ გააჩნია. და ასევე ბავშვებიც, ასევე ბავშვებთან ბავშვის ღირსება არ უნდა შეილახოს და გაკვეთილი უნდა იყოს სიყვარულით და ესე იგი შინაარსით ჩატარებული. მე აი სიტყვას გადავცემ ჩვენ დამსახურებულ პედაგოგს, საყვარელ ადამიანს, ჩვენ დიდ მეგობარს, ბატონ ვაჟა ბაკაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში არის სკოლაში და მუშაობს და მისი ყველა პრობლემა იცის და ბატონი ვაჟა ნელ-ნელა აი ამ თემას შეეჭიდება. აბა ბატონ ვაჟა რა სიტყვით? ალბათ მივესალმები მაყურებელს და მსმენელს და კიდევ შევახსენებ რომ ჩვენ ვართ დიდი ქართველები და დიდი მსოფლიო მოქალაქეები პოტენციურად, მაგრამ ამ პოტენციას რა თქმა უნდა სრულნო ჭირდება აღორძინება და განვითარება. საქართველოს ჩვენ წინა გადაცემაში ბატონი გიორგი არ იყო ცოტა
ხმამაღალი მოგვიწია, მაგრამ მანამდეც ქონდა განაცხადი, რომ საქართველოს რეალურად შეიძლება ეკონომიურად რაღაც ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა, სხვადასხვა წარმატებები აქვს ტურის, მომსახურების რაღაც სხვა სფეროს, მაგრამ რეალურად ქართული იდეოლოგია, ქართული მომავალი დგას ძალიან დიდი საფრთხის წინაშე და ამის საფუძველი როგორც ჩვენთან, ასევე სოფლიოს სხვა პატარა ქვეყნებში არის ის, რომ სკოლები არ არსებობენ. არსებობენ ეროვნულ საკაცობრიო სკოლები. ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ მხოლოდ ეროვნული სკოლა უნდა იყოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ უნდა იყოს ეროვნულ საკაცობრიო სკოლა. თუმცა დღევანდელ სკოლას თუ შევხედავთ, ის უფრო მასონურ საკაცობრიო ფასეულობებს ასახავს, სადაც არ არის გათვალისწინებული არ ჩვენი ინტერესები, არ ჩვენი მომავალი თაობის და არც საერთოდ ჩვენი სახელმწიფოს. რატომ ხდება ეს? ბატონო გიორგი მკითხვა სკოლაო, მაგრამ ჩვენ თუ ზოგადად არ შევნიშნეთ თქვენის ნებართვით, ჩემი მეგობრების ნებართვით და საზოგადოების ნებართვით, მე კიდევ და კიდევ სიღრმეში წავიდოდი იმ თვალსაზრისით, რომ იმსაც რომ სკოლა იყოს ცოცხალი ორგანიზმი და მის მუშაობაზე, მის სიცოცხლეზე, მის პულსაციაზე ხელი ედოს საზოგადოებას, სჭირდება ზრუნვა. მაგრამ ეს ზრუნვა ნამდვილად არ არის. ჩვენი სკოლა კვდება, იმიტომ რომ გარების ძალებისაგან მოხვეული ფასეულობები ჩვენ იმდენად დათრგუნვა რეჟიმში გადაგვიყვანა ჩვენ ამ ძალებმა, რომ რეალურად ვერ გამოვედით და ვერ შევქმნით ვერც ეროვნული იდეოლოგია, ვერც ეროვნული სახელმძღვანელოები და ვერც ეროვნული სკოლები. კი აგერ ყვავის ჩვენ ორგზის გავაჟღერეთ მასონური სკოლები, უცხოური სკოლები, რაც არის თბილისსა და საქართველოში, რომელიც კიდევ დამატებით გვტაცებს ჩვენს ახალგაზრდებს. მართალია ის ახალგაზრდები ძირითადად ისეთი ოჯახებიდან არიან, რომ ისინი რეალურად უკვე ჩვენი ეროვნული ორგანიზმი და მოწყვეტილები არიან, მათ თავიანთი სამყარო აქვთ, როგორც თუ გავიხსენებთ რუსეთის ინტელიგენციას, რომელიც მხოლოდ ფრანგულ ენას საუბრობდა და სასიცხოდ მიაჩნდა, რომ ესაუბრა რუსულად. ასეთი მდგომარეობა იყო საქართველოშიც ილიას პერიოდში. ინტელიგენციამ აიტაცა რუსული ენა და ქართული ენა, რომ არა ილია ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. ხოლო რა შეიძლება აქ ჩვენ გამოსავალი მოვძებნოთ? უკაცრავად, ეს არის ჯაჭვი, ხომ? არსებობს ბავშვი, არსებობს ოჯახი, არსებობს სკოლა, უმაღლესი მერე საზოგადოება და შესაბამისად ხალხი და ერი. და ეს ჯაჭვი ჩვენ თუ არ გავიაზრეთ კარგად და ყურადღება არ მივაქციეთ, ოჯახიდან არ მიექცა მას ძალიან დიდი ყურადღება და ძალიან დიდი სიყვარული და სიფხიზლე, რა თქმა უნდა, ჩვენ ისე დღეში ვიქნებით, როგორ დღეშიც ვართ. წინაზე შევნიშნე და კიდევ აცხადებ, კვალიფიციური მასწავლებლები ჯერ კიდევ ყავს ჩვენ სკოლას. ყავს გარკვეულად ეროვნული მოაზროვნე მასწავლებლები, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი ფასეულობების დანერგვას, გამოტანას ახალგაზრდების ცნობიერებაში. ძირითადად თუ დააკვირდებით, სასკოლო ღონისძიებებს არის რაც შეიძლება მოდასაყოლილმა ადამიანმა დანერგოს, როგორც დაკვეთა იყო დასავლეთიდან ბოლო 30 წელია, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ იმ სოფლიო განათლების სისტემაში და არა არ შევიმუშაოთ ის ეროვნულ საკაცობრიო ფასეულობები. ამის კიდევ ერთი დიდი მაგალითი ჩვენ კიდევ რამდენიმე გზის გვაქვს გაჟღერებული, ეს გახლავთ ის, რომ რა უქნეს ჩვენს დედაენას, წმინდა დედაენას, რომელიც ფაქტიურად თუ გვაქვს ჩვენებს ყავსანი, ასეთივე წმინდა არა, მაგრამ შეიძლება ნაკლები ხარისხის იყოს, მაგრამ უწმინდესი წიგნია ქართული ცნობიერებისა და ბავშვთა აღზრდისათვის. ჩვენ არ მოგვცეს უფლება შეგვეტანა დედაენა. ასევე საქართველოს ისტორიაზე არაერთგზის გავაჟღერე მე, რომ საქართველოს ისტორია იწყება მე-10 კლასიდან.
მეათე კლასში როცა ბავშვი უკვე ჩამოყალიბებულია ფსიქიკურად, ფიზიოლოგიურად, მას აქვს სხვა ინტერესები. ეხლა ბავშვი, რომელიც პირველი მეოთხე კლასში იზრდება როგორც კოსმოპოლიტი, როგორც იზრდება როგორც გლობალისტი, როგორ უნდა გადაიყვანო მეხუთედან, როცა არც ლიტერატურა გაქვს, არც მიზანმიმართული აღზრდის სისტემა ეროვნულ ფასეულობებზე. ვერ გადაიყვანთ, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ არც სურვილია, არაერთის დაგვიწერია, რომ დაახლოებით საბავშვო ბაღიდან საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი შეიძლება ვთქვათ, რომ 80,000 პედაგოგი ყავს, ლექტორ, პედაგოგი და აღზრდელი ყავს საქართველოს, მაგრამ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილი ჩვენი ეროვნული ცნობიერებით, ეროვნული იდეოლოგიით, 80,000 მასწავლებელს არ შეუძლია აღზარდოს ეროვნული თაობა, რომელიც თავის ქვეყანასაც მიხედავს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებებში, როგორც სამეცნიერო მიმართულებებში, ასევე კულტურულ მიმართულებებში. ანუ კიდევ გაგახსენებთ იმას, რომ შეხედეთ ფასეულობებზე ჩვენ სამეგობრო და ჩვენი ახლობლები ხშირად ვაჟღერებდით წარსულშიც და დღესაც რომ შეხედეთ ამ აზერბაიჯანს, ეგრეთ წოდებულ აზერბაიჯანს, რომელიც კი ამბობს აზერბაიჯანი ვარო, მაგრამ მეორე მხრივ მისი სულიერი ლიდერი ერდოღანი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ ერთიერი, თურქიერი და ჩვენი სამშობლო არის ბოსფორიდან ალთაის მთებამდე. ანუ ეს ხალხი გახლავთ თავიანთი მაღალი თურქული თათრული იდეოლოგიის წარმოადგენლები და ისინი ამაზე სრულნაირად შექმნილი აქვს 1000 გვარი სტრუქტურა, დაწყებული ეკონომიურიდან, გათავებული საგანმანათლებლო სტრუქტურები აქვს, სამხედრო სტრუქტურებიც კი და სახელმწიფო მშენებლობის სტრუქტურები. იგივე ხდება სასამხეთში და საქართველოს როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე საზოგადოებრივი კულტურული კუთხით ძინავს. მაჩვენეთ, რამდენჯერ გითხრია ჩვენ რომ გვაჩვენეთ, კაი, სახელმწიფო ვერ აკეთებს, მთავრობა ვერ აკეთებს ჩანს, რომ გამომდინარე შედეგებიდან გამომდინარე არ გვაქვს ჩვენი წარმატებები, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ამიტომ უნდა იყოს საზოგადოებრივი აქტიურობა. სად არის პროექტი ხალხო, ქართული იდეოლოგიის, ქართული აღზრდის, ქართული განათლების მაშინ რა შედეგს ველოდებით? მასწავლებელი არის დამცირებული არა იმიტომ, რომ დირექციას უნდა დაამციროს, არამედ ან სამინისტროს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ისეთი კანონები მოახვიეს თავს, რომ ბავშვი რომ იჩივლებს და მშობელი იჩივლებს, შეიძლება მასწავლებლებს მოუწიოს 2-3 წელი თავის მართლება სხვადასხვა ინსტანციაში, რომ ეს დამსახურებული მასწავლებელი არ არის დამნაშავე და მას კონდეს საშუალება, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და ფსიქიურად გაწონასწორებულმა ჩაატაროს გაკვეთილი. ანუ კარგით, შევხედოთ, რომ ვერც ამ მინისტრ ახერხებს, ვერც ადგილობრივი სასკოლო დირექცია ამას და რა თქმა უნდა, პედაგოგიც უძლურია ახლა, როცა გიტევს მშობელი, გიტევს ბავშვი, პირდაპირ აცხადებენ, რომ ბავშვი ყოველთვის მართალია. სამწუხაროდ, არც ბავშვი და არც მშობელი ყოველთვის მართალი არ გახლავთ და პედაგოგი არ იგნორირებოდა. იქ სადაც ყველაზე მაღალი დონის პროფესია ღვთის ჩვენ შევნიშნეთ, რომ უფალს სწორედ მასწავლებლებს ეძახდნენ მისი მოსწავლეები, მოციქულები და აი ამ პროფესიის წარმოადგენელი საქართველოში არის ყველაზე ერთ-ერთი დამცირებული ადამიანი და სამწუხაროდ მას არ ეძლევა საშუალება არც სულიერად, არც ცნობიერად და არც ფიზიკურად შეასრულოს თავისი მოვალეობა და ჩამოყალიბოს ის ჯანმრთელი თაობა, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას დღეს და ასევე ჭირდება მსოფლიოს. მე კიდევ თქვენის ნებართვით შეგახსენებთ, რომ რატო აცხადებ ხოლმე ხშირად, რომ ჩვენ ვართ დიდი ქართველები და დიდი მსოფლიო მოქალაქეები. საქართველოს აქვს იმის პოტენცია თავისი სულიერი მატერიალური კულტურიდან გამომდინარე და თუ ისტორიასაც გადახედავთ, საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტი, შემწყნარებელი და ამაღლებული ფასეულობების
და აი ეს ჩვენს ეგრეთ წოდებულ გარშემო ყოფ ხალხს თუ შემოსეულ ხალხს სურდა რომ სწორედ ეს სიმაღლე, სულიერი სიმაღლე მოეკლათ და ეს სულიერი სიმაღლე მდგომარეობდა იმაში რომ ჩვენ ვართ ძალიან ძიმე დემოგრაფიულ გარემოცვაში, დემოგრაფიაც ხო ჩვენ თითქმის აღარ გვაქვს, ასევე გვაქვს ძიმე დემოგრაფიული გარემოცვა, 900 მილიონამდე მუსულმანია და მოდე შეინარჩუნე შენის ქართული სულიერი სიმაღლე, ქართული სულიერი ფასეულობა, როგორც ოჯახში, ასევე სკოლასა და განათლების სისტემაში. ძალიან დიდი მობილიზაცია საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამის მობილიზაციის ვერც სურვილს ხედავთ საზოგადოებიდან, რატომღაც დაეძინა საზოგადოება სამკუთხით და რა თქმა უნდა ვერც სახელმწიფო ახერხებს ამას. ამიტომ განვაცხადეთ და ჩვენ პროექტი შემოვიტანეთ, რომ იმისაც რომ საქართველოს გადარჩეს, საჭიროა 5 წლიანი გეგმა მაინც როგორ დაუბრუნოთ ქართველებს ქართული სკოლა. ანუ როგორ დავიბრუნოთ ჩვენ შვილები, რათა ისინი ემსახურონ არა უცხოელ ბატონებს, სადაც ისინი მიდიან სიამოვნებით და გონიათ რომ მათ სიხარულით ელოდებიან, არამედ ემსახურონ იმ დიდ ქართულ ფასეულობებს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმაც მოიტანეს და მოიტანა იმ დიდმა მართლმადიდებლურმა ფასეულობებმა სიყვარულის ფასეულობის სახით და ეს ყველასთვის იყოს ძალიან მისაღები, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთან, ასევე გარემომცველ სამყაროშიც. თუმცა ეს ცოტა ძალიან საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ხაზგასმა, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. კი ბატონო, თუ მართლმადიდებლობას განზე კი არ გავწევთ, არამედ აქტიურად არ გამოიყენებთ, ჩვენ ვართ სიყვარულის მსახური, სიყვარულის თესველი ერი საუკუნეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გადაცდომები ქონდა, მაგრამ შეხედეთ ისტორიას, მე ისევ გაგახსენებთ დიდომიანობას ეგრისში, როცა ქრისტიანობაზე დასდეს თავი და განაცხადეს, ჩვენ არ გვინდა სპარსეთი, გვინდა ქრისტიანობა, ქრისტიანული ბიზანტია. იგივე გააკეთა ერეკლე მეორე და იგივე სიტუაციაში ვართ ჩვენ დღეს. თუ ჩვენ გვინდა გადარჩენა, უნდა ვიაროთ სიყვარულის გზით, სკოლაშიც, უმაღლესშიც და რა თქმა უნდა საზოგადოებრივ ურთიერთობაში, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, ამას ვერ ვახერხებთ და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს 5 წლიანი გეგმა მოიცავდეს არა მხოლოდ განათლებას, არამედ მოიცავდეს ძირითადად დემოგრაფიას, დასაქმებას, ქართულ იდეოლოგიას და ეკონომიკასაც. რადგან ადამიანი, ქართველი ადამიანი რეალურად დღეს არის არასრულფასოვნად დასაქმებული, მისი ნიჭიერება, მისი გამოცდილება არის უმართებულოდ დამცირებული და ეს პროცესი სამწუხაროდ გრძელდება. ჩვენ არ ვართ ღირსი ვერული ჩვენს ქვეყანას, ვერული ჩვენ შთამომავლობას და მოუწოდებ არა მარტო პედაგოგებს, იმ 80,000 პედაგოგს დაწყებული საბავშვო ბაღიდან უმაღლესით, არამედ მოუწოდებ მშობლებსაც. ხალხო, თქვენი შვილები იღუპება. თქვენი შვილიშვილები იღუპება და თქვენ ასე შეცქერით, რომ ეს მასონებისგან თავს მოხეული სხვადასხვა პროგრამები ასე ანადგურებდეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, დიდებულ ქვეყანას და დიდ ქვეყანას, არამედ ანადგურებდეს კონკრეტულად თქვენს ოჯახებს, კონკრეტულად თქვენს შვილებს და შვილიშვილებს და თქვენ მაინც საკმაოდ წყნარად და თბილად და ტკბილად გამოიყურებით. ესეც გარკვეული რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ნარკოტიკია ნეტარება, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება ამ ეტაპზე. გმადლობთ ამ ეტაპზე მე ამით შევჩერდებოდი. ნამდვილად მეგობრებო, საერთოდ განათლების სისტემა მისაღებია ჯირფესიანად და ამაზე თვეები და წლები არ უნდა ამას ლაპარაკი, უნდა დავიკაბუწოთ ხელები და დაიწყოს ეს დიალოგები. დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ არსებობს ესე იგი ქვეყნები, სადაც მეტნაკლებად წინ წასულები არიან ჩვენზე, ბავშვების აღზრდის კუთხით
განსაკუთრებით საშუალო განათლებას და პროფესიონალურ განათლებას გულისხმობ მე და ეს გამოცდილება თუნდაც ევროპაში ყველაზე დაწინაურებული ჩვენთვის არის ფინეთი და ფინეთის განათლების სისტემა არის აბსოლუტურად მისაღები და ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვს ამ ქვეყანას ამ კუთხით და აზიაში დაწინაურებული არის იაპონია და იაპონიის განათლების სისტემაც ასევე ძალიან საინტერესო და შესაძლებელი არის რომ შევისწავლოთ ეს გამოცდილებები აი თუნდაც იაპონიაში რომ ბავშვებს ესე იგი დასაც პირველი 5 წელიწადი ნიშნებს არ უწერენ და შრომით ჩვევებს და გუნდურ ჩვევებს ასწავლიან თვითონ სკოლის გარემოს აყვარებენ ბავშვებს ელემენტარულ ესე იგი ადამიანურ ჩვევებს ესე იგი უნვითარებენ თუნდაც სისუფთავის კუთხით თუნდაც თავისი სკოლის და კლასის დალაგების კუთხით პირად ჩვევებს ვათ ჰიგიენის და პირად ჰიგიენის დაცვა თავის მოვლა ვარჯიში ბავშვებს თქვათ დილას გაკვეთილების დაწყების წინ ეს პატარა ცეროდენა ბავშვები მე ნახი მაქვს YouTube-ზე როგორ ვარდიშობენ პირდაპირ წვიმაში და ხარში უკვე ისეთი იმუნიტეტი აქვთ რომ პატარა ბავშვები დგანან და ვარდიშობენ 5 წუთია სულ ვარდიში მაგრამ წლის განმავლობაში ეს არის ძალიან მაგარი თერაპიული შედეგის მომტანი მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ითქვას ჩვენ ამას ნელ-ნელა დავიწყებთ ამაზე საუბარს ბატონო გიგა რა სიტყვით თქვენი ესე იგი ბავშვობის მოგონებიდან ის სკოლაში ის უწესრიგობები რაც იყო ავტომატურად მე ვფიქრობ რომ ამ სკოლაშიც გადმოვიდა ქართულ სკოლაშიც ჩვენ თანამედროვე რეალობაშიც და აი რაღაცა აქედან დავიწყოთ რას ვისურვებდით თქვა რა გავაუმჯობესოთ ჩვენ სკოლის სწავლებაში თქვა გამარჯობათ მეგობრებო რა უნდა ვთქვა გიორგი ახლა თქვენ ბევრი რაღაცა ელაპარაკეთ მართლა შეეხეთ ყველაფერი მას რაც დღესდღეობით ჩვენთვის აუცილებლად მისაღები არის განათლების სისტემაში და ერთზე გავამახვილებ ყურადღებას განსაკუთრებით ახლა თქვენს ზუსტად ამაზე ისაუბრეთ მაგრამ ჩვენთვის დღევანდელ დღეს როგორც მშობლისთვის გახდა აუცილებელი რომ ჩვენმა შვილმა რაღაცა ისწავლოს რაღაცა დაამთავროს. რაღაცა მათემატიკაში მიიღოს ნიშანი. და ქართულში მიიღოს ნიშანი. და ჩვენ უყურებთ 90% პირადად აი ამ ნიშნებს. მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი არ აქცევს ყურადღებას იმას, ის ჩვენი შვილი რა გარემოში იზრდება. გარემოში სკოლის გარემო როგორი არის შექმნილი. სკოლის გარემო არ არის ისეთი შექმნილი, როგორიც უნდა ყოფილიყო. არ არის მეგობრული დამოკიდებულება ბავშვებს შორის. ეს არის პირველი, იმიტომ რომ მე სკოლია შვილები და მყავს და ვიცი რა ურთიერთობები აქვს ბავშვებს ერთმანეთის მიმართ. მეორე, მასწავლებელი მათთვის არ არის ავტორიტეტი. არადა მასწავლებელი ავტორიტეტი თუ არ არის ის მასწავლებელი ვერასოდეს ვერ გადასცემს თავის ცოდნას მოსწავლეს, როგორც უნდა გადასცეს. იმიტომ რომ მოსწავლე უბრალოდ არ მოусმენს. ნამა პირდაპირ ვამბობ, მასწავლებელი ავტორიტეტი რატომ არ არის? შეიძლება მასწავლებელი ძალიან დამსახურებულიც იყოს, შეიძლება ძალიან ცოდნეც იყოს, მაგრამ ავტორიტეტი რატომ არ არის? იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიდიოდა მასწავლებლის დაკნინება. წლების განმავლობაში აგერ ახლა ჩვენ ტელევიზორსაც უყურებთ ყველა ჩვენთაგანი და იყო იქ რაღაც სასაცილო გადაცემები რომლებსაც გადასცემდნენ თითქმის ყველგან სადაც მასწავლებელი იყო გამოყვანილი აი მართლა მასხარად მოსწავლეების მასხარები იყვნენ მაგრამ მასწავლებელი იყო განსაკუთრებული მასხარა რომელიც ისეთ რაღაცებს აკეთებდა ისე იქცეოდა კლასში ისეთი სიტყვებით ლაპარაკობდა ჩვენ ამაზე ტელევიზორიდან ვიცინოდით, მაგრამ ეს ნელ-ნელა ჩვენი ბავშვების და ჩვენი შვილების ტვინში ილექებოდა, ნელა-ნელა ილექებოდა. მე მაქვს ერთი პატარა მაგალითი მომხავს და ყველა თქვენთაგან შეგიძლიათ ეს გაიხსენოთ, დღესაც ატრიალებენ ზუსტად იმ შოუებს, რომელიც მასწავლებლებზე არის გადაღებული და ყველა ჩვენთაგანი დღესაც ვიცინით. მაგრამ ჩვენ ერთ რაღაცას არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ აი ამ პატარა შოუებმა ამ პატარა სასაცილო ამბებმა ჩვენ შვილებს დაულაგეს ზუსტად ტვინში რომ თურმე მათ შეუძლიათ
ასევე მოიქცენ, რომ მასწავლებელი არის აი ესეთი მასხარა, რომ მასწავლებელი არის არა ის ადამიანი, რომელთანაც შენი მეგობრობა უნდა დაამყარო, შენ მასწავლებელი რო უნდა გიყვარდეს, პატივს რო უნდა სცემდე და მისგან ცოდნა უნდა მოითხოვო. თუ მასწავლებელი რაღაცას არ გასწავლის, მასწავლებელს ცოდნა უნდა მოსთხოვო. და არა ის, რომ იცით რა მასწავლებელო, მე თქვენ ხმამაღლა დამელაპარაკეთ. და აგერ ბატონი ვაჟა ლაპარაკობს, რომ მასწავლებელი გახდა, აი დღევანდელ დღეს მასწავლებლის პროფესია გახდა კნინობითი. აი რა ვიცი, რომელ ბავშვს უნდა კითხოთ მაგალითად, რომ აი რა გინდა გამოხვიდე, ხო? მასწავლებლობა არავის არ უნდა. რატო არ უნდათ მასწავლებლობა? იმიტომ რომ მასწავლებელს ისინი სხვანაირი თვალით უყურებენ, არ უყურებენ იმ თვალით, რა თვალითაც მაგალითად უნდა მოსწავლემ შეხედოს. მასწავლებელს რომ მის ავტორიტეტი უნდა იყოს, სკოლაში უნდა იყოს ის პირველი ადამიანი, ის მასწავლებელი უნდა იყოს მისი ამღწდელი. აი როცა იყო დრო მაგალითად ჩვენ გვყავდა მასწავლებლები, რომლებიც ახლა ცოცხლები არიან, დღესაც კი ურთიერთობა გქონდა დღემდე. აი ისეთი ურთიერთობა გქონდა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ იმ მასწავლებლებმა მე ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლეს. ბევრი იყო მკაცრი, მაგრამ დღევანდელ დღეს რაც ხდება ეს წარმოუდგენელია. ამიტომ არის რომ სკოლაში ცოდნა არის ძალიან დაბალ დონეზე. ისე დაბალ დონეზე არის რომ იმის უბრალოდ ამოქაჩვა ერთი ხელის დაქნევით არ შეიძლება. ძალიან დაბალ დონეზე არის კიდე განათლების სისტემაში შემოტანილი ზუსტად ის სახელმძღვანელოები, ზუსტად ის წიგნები, რომლითაც ჩვენ შვილებს ასწავლიან. ეს კატასტროფაა აბსოლუტურად. მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც რა არის, რომ ჩვენ შვილებს როგორც ქართველებად სკოლაში ისე ვერ ვწდით, იმიტომ რომ 80% პატარა ბავშვების, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, ყველა იმაზე ფიქრობს, რომ სკოლას რო დაამთავრებენ, როგორც წავიდნენ საქართველოსთან საზღვარგარეთ. მათ გონიათ, რომ იქ რაღაცა ბევრად უკეთესი სიტუაციაა. რა მინდა მეგობრებო ვთქვათ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცვალოთ და უნდა გავაკეთოთ ის, რომ ჩვენი შვილები სკოლაში ქართველებად ჩამოვაყალიბოთ და არა ისე მაგალითად, რომ აგერ ბატონო ვაჟამ ბრძანა და მართლა ესე არის სკოლებში მე-10 კლასიდან ვაწყებინებთ ჩვენ მე-11 კლასში რომ სწავლობენ საქართველოს ისტორიას. მანამდე სწავლობენ ესე გაკვირით, რომ თურმე საქართველოს იყო რაღაცა ტერიტორია, რაღაცა ამბავი და საქართველოში თურმე რაღაცეები ხდებოდა. და ფუნდამენტალურ სწავლას იწყებენ მე-11 კლასში. ისიც ფუნდამენტალური არ არის, ისეთ სწავლას რა, რომელიც ფუნდამენტს არ შეესაბამება. უკვე ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე 16 წლის, გმირები რამდენი ვიცოდით ჩვენ საქართველოში? 17 წლის, 18 წლის, რომლებიც თავის საქართველოსთვის თავს ცირავდნენ. ნამდვილი ქართველი ბავშვები რო იყვნენ, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები რო იყვნენ, ქალბატონები რო იყვნენ. და აი ეს სიყვარული ნელა-ნელა ჩვენ გამოვაცალეთ და მე გვიკვირს იცით რა, რატო არის მაგალითად რომ საქართველოს არ უყვარს ჩვენ შვილებს, ისე როგორც მაგალითად უნდა უყვარდეთ. იმიტომ არის რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენა ვართ დამნაშავეები. ჩვენა ვართ განათლების სისტემაა დამნაშავე. ჩვენ მშობლების დამნაშავეები ვართ. ჩვენ რომ იმ მასწავლებელს დავტუქსავთ, რომ ჩვენ შვილს ხმამაღლა დაელაპარაკა და ჩვენ შვილს რომ ვიცავთ, იმ მასწავლებელს კიდევ ტუქსავთ შვილის თანდასწრებით. ჩვენ ამაში უდიდეს შეცდომას ჩავდივართ, ამით ჩვენ შვილს ვანადგურებთ, მაგრამ მშობლებს ბევრს არ ესმით ეს. ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, ჩემი შვილი ემოციურად დატვირთეს და ემოციური შეურაცხყოფა მიაყენეს და მთელი ღამე თორმე არ ეძინა. თუ დააშავა ბავშვმა მთელი ღამე არ უნდა ეძინოს. ეს დაგვავიწყდა ჩვენ. კიდე რა მინდა იცით რომ თქვა დღეს მიდის ახლა განათლების სისტემა, მაგრამ ხედავთ რომ აი ეს განათლება რომ მიდის დღეს განათლებული ხალხი, რომლებიც მართლა ტვინით იყვნენ დახუნძლულები. ჩვენ რა ვქენით ამ ხალხს რა ვქენით? ეს ხალხი ხომ მოვისროლეთ. პროფესორი იყო, დოცენტი იყო, აკადემიკოსი იყო, ახალგაზრდა იყო, პერსპექტიული, რომელსაც უზარმაზარი ცოდნა შეიძლება შეეძინა და სხვისთვის გადაეცა. ეს ადამიანები ჩვენ ხომ მოვიცილეთ. დაუხურეთ მათ
სასწავლებლები, დაუხურეთ მათ კვლევით ინსტიტუტები, დაუხურეთ მათ ის სამეცნიერო ლაბორატორიები, რომლებშიც ისინი უნდა შესულიყვნენ და საქართველოს დღეს რო ესეთ დღეში არის, საქართველოს უნდა გადაერჩინათ. მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი მოსწონს. მოსწონთ გავანადგურეთ მათემატიკა, მოსწონთ გავანადგურეთ ფიზიკა, მოსწონთ გავანადგურეთ ქიმია, მოსწონთ გავანადგურეთ ბიოლოგია და ხელზე, აი თითებზე შეიძლება ჩამოთვალო ის პიროვნებები, რომლებიც აი ამ საგნებს ამთავრებენ და წარჩინებულები არიან. ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ წინაზე და ჩვენ გვიკვირს რატო არ სწავლობენ ჩვენი შვილები, რატო მიდის სულ ყველას და რატო უნდა რომ ყველა გახდეს იურისტი, რატო უნდა ყველა გახდეს ბუღალტერი, რატო უნდა ყველა გახდეს ბიზნესმენი ბიჭო. არ ვიცი ხდებიან, მაგრამ რომელიმე მათგანი გინახიათ, ვისაც დაუმთავრებია იშვიათების გარდა ბიზნეს აკადემია იტყვიანია და ამთავრა ჩემმა შვილმა და რომელიმე მათგანი გინახიათ ბიზნეს აკადემიის დამთავრებული, რომელიც თუ მამამის არ აქვს ბიზნესი ან მისახლობელს არ აქვს ბიზნესში წარმატებული ყოფილიყოს. მე არ მინახია მაგალითად. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანებს ესე ქაოტურად უთხრათ, მოდით შვილებო ისწავლეთ, ოღონდ რა იქნება მომავალში, არ ვიცით, მე ვნახოთ. არ შეიძლება. ამიტომ თავარი რა არის და თავარი ფუნდამენტი რა არის ისიც რომ ჩვენ განათლება არაფრად არ ვაკეთებთ განათლებას. გაუნათლებელი ადამიანები არიან მაგალითად ყველგან. სადაც გინდა. თითზეა ჩამოსათვლელი განათლებული ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით გინდა მთავრობაში იყოს, გინდა პარლამენტში იყოს. დღეს განათლება არაფერს არ წარმოადგენს. და ის ბავშვიც ხედავს, რაზე უნდა ვისწავლო 10 წელიწადი, რაზე უნდა ვისწავლო მერე კიდე 10 წელიწადი, რომ აგერ არ უსწავლე, არაფერი არ გაუკეთებია და ეგერ არის პირველი კაცია. ყველა პატივს სცემს, კარგ მანქანაზე ზის, კარგი ბინა აქვს, კარგი დაჩა აქვს. დღევანდელ დღეს ეს სიტუაცია ხალხო და რა გიკვირთ, რა სიტყვით ამ ბავშვებისგან. ჩვენ როგორ ვიქცევით, ჩვენ რა მაგალითს ვაძლევთ. აი ეს მაგალითი არავის არ უნდა რომ თქვას. დღეს ეხლა რას ვლაპარაკობთ? განათლებაზე არაფერი არ გვინახია, მაგრამ ბავშვები ხედავენ აგერო გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც გამოდიან, რომლებიც ითხოვენ, რომ წამლის ფული გვინდა. წამლის ფული გვინდა შევხვდით. რა ხდება? არაფერი. თავრობა წამლის ფულის მაგივრად აგერ მოიწვია ვიღაცა მომღერალი, რომელსაც 5 მილიონი უნდა გადაუხადოს და სტადიონზე აგერ ეს ჩვენი ბავშვები უნდა წაიყვანოს. დიდი თანხა უნდა გადაახტევინოს და უნდა ამღერონ. ამათმა ბილეთებში უნდა გადაიხადონ ამხელა ფული. აი ზუსტად აი ლოგიკა აქედან არ გამოდის, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ასთენილი. და ეს ასთენილი სანამდე იქნება, მანამდე ჩვენ არაფერი არ გვიშველება. მანამდე ჩვენ არაფერი არ გვიშველება, სანამდე ჩვენ არ გვეცოდინება ჩვენი პრიორიტეტი განათლებაში რა არის. რა უნდა იყოს ჩვენი შვილი ხვალ რო გაიზრდება. ჩვენ სანამდე ამას არ გავაკეთებთ, მანამდე არაფერი არ გვიშველება. და კიდე ერთი რაღაცა მინდოდა მეთქვა, მეგობრებო, რომ ცხოვრება როგორი არის, ყველამ კარგად ვიცით. რაც წლები გადის, ადამიანს წლები ემატება, გამოცდილებას იძენს და აი ეს გამოცდილება მე შეუძლია მას სხვას გაუზიაროს. ცოდნასაც იძენს თავისთავად, ბევრ რაღაცას იძენს. მაგრამ ჩვენ ესეთ ადამიანებს, რომლებსაც გამოცდილება აქვს შეძენილი, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში ბევრი რაღაცა ასწავლოს, სხვას და იმ ხალხსაც კიდე დღესდღეობით რომ აქეთკენ მოძღრავენ, იმიტომ რომ იმათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ბევრ მათგანს, რა ხდება ქვეყანაში. აი იმ ადამიანებს უნდა დაუგდოთ ყური. და იმ ადამიანებს უნდა ვცეთ პატივი და ის ადამიანები გვერდით უნდა დაიყენოთ, აგერ ვეუბნები მთავრობას, აგერ სულ მაგას ვიზახი ხოლმე რომ სანამდე ის ადამიანები არსებობენ გვერდით, დაიყენეთ, თორე თქვენ არაფერი არ გამოგივათ. ვერაფერს ვერ გააკეთებთ იმ ადამიანების გარდა. ისინი რო წავლენ, ეს ქვეყანას დარჩება გამოშიგნული. მთლიანად გამოშიგნული დარჩება, ამიტომ დროზე მიხედეთ იმ ხალხს. დროზე მიხედეთ და დროზე თხოვეთ, უნდა თხოვოთ, რომ მობრძანდით და დაგვეხმარეთ და დაგეხმარებიან. ამაშია საქმე, თქვენ თუ ამას ვერ გააკეთებთ და არ გააკეთებთ და ის თაობაც, ის განათლებული თაობა რომ არ არის დღეს რო იძახით, თუ არ გააკეთებინეთ, აი ეს და არ დაინახეს, რომ აი ამ განათლებულ ხალხს დაფასება აქვთ, ისინიც არ ისწავლიან. აი ეს არის 2x2 4. განათლება უნდა დაფასდეს. თუ არ დაფასდება, მაშინ აზრი არ აქვს რა, განათლების სისტემის შეცვლას.
აი ეს მინდოდა მეთქვა რა. მადლობა გიგა, გულის ტკივილი გასაგებია, ნამდვილად ყველას გული ვტკივა და უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ საიდანაც უნდა დაიწყოს ეს საქმე, ყველა დარგი მისახევდია, მაგრამ პირველ რიგში განათლების სისტემა ალბათ, იმიტომ რომ ჩვენი შვილები თუ გაიზარდნენ და შვილიშვილები გაუნათლებლები, ველურები და ესე იგი ანტიადამიანები, რა თქმა უნდა, ქვეყანა დაიშლება და დაინგრევა და ამ ჩვენ ბრილიანტივით ლამაზ ქვეყანას ზურმუხტივით როგორც ჩვენი პოეტები ამბობდნენ, ლამაზ ქვეყანას სხვა დაეპატრონება უბრალოდ მეზობელი ქვეყნები ძალიან ესე იგი კვილა მოღებული და ხმალამალესილი უყურებენ ამ ჩვენ მიწას. მეზობელ ქვეყნებს ძალიან შურთ ჩვენი, სწორედ აი ამ წალკოჩი რო ვართ და ვცხოვრობთ და ოდითგანვე ასე იყო. მე მარტო მოსაზღვრე მეზობლებს არ გულისხმობთ, აი მეზობლის იქით რო კიდე არიან ქვეყნები, ისინიც საკმაოდ ილესავენ ხმალს. ასე რომ ჩვენ თუ ყველაფერი არ გავაძლიერეთ, რეფორმები არ ჩავატარეთ და პირველ რიგში ალბათ განათლების სისტემას არ მივხედეთ, არაფერი არ გამოგვივა. უბრალოდ ჩვენი ეს შვილები დაფრთიანდებიან და წავლენ მამელუქებად, როგორც მიდიან. ხა ისეთნაირად არის ამ გლობალისტების მიერ მოწყობილი, რომ ბავშვი რომ სკოლას ამთავრებს, უცებ შეიძლება მისი ესე იგი გაყვანა საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა ისინი არ ბრუნდებიან. როგორც წესი 90% ჩვენი შვილების იქ კარგავს ენას, კარგავს სარწმუნოებას და გადადის ესე იგი აი ამ boyfriend girlfriends აი ამ გარყვნილების ლიანდაგზე ყველაფერს თავის ეროვნულს და ნაციონალურს კარგავს წესიერებასთან ერთად და პრაქტიკულად აქ ჩამოდიან მერე უკვე 60 წლის ასაკში, 70 წლის ასაკში ჩამოდიან უკვე განადგურებულები და ყველაფერი დაკარგულები და ეგეთ ჩამოსვლას აზრი არ აქვს. ასე რომ ჩვენ ნამდვილად სწორედ განათლების სისტემაში და საერთოდ ქვეყნის ეკონომიკაში გატარებულმა რეფორმებმა უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ ადამიანი აქ დამაგრდეს. ისე კი არა რომ სკოლაში რომ ესე იგი მთავრობა რომ ნახულობს რომ სადღაც სოფელში არის დარჩა 3 კაცი და იმ ერთადერთ სკოლასაც რომ უხურავს განსაკუთრებით ნაცების დროს ძალიან ბევრი მაღალმთიან რაიონებში ესე იგი სოფლები პრაქტიკულად გააუქმეს, ისედაც ცოტა იყო ხალხი და რა გვინდა ამ ცოტა ხალხშივე სკოლებიო, ამ ხელა სკოლებიო და სკოლები დახურეს. რაღაცა ობიექტებად გადააკეთეს, კაცმა არ იცის რა არის ახლა იმ სკოლებში და ხალხისგან უბრალოდ მერე დაიცალა. პრაქტიკულად მერე გამოკითხვა ჩაწარდა, ჩავიდა იქ ტელევიზია, პრესა, არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტები და პატიოსანი ადამიანები. ჩვენ ნახეთ Facebook-ზე ესე იგი მათი ინტერვიუები, რომ რაღა ვაკეთებთო აქო, ეხლა არავითარი პერსპექტივა აღარ არისო, მაღალმთიანი რეგიონიაო. ესე იგი წელებზე ფეხს ვიდგადო და ბავშვებს უბრალოდ სკოლაც მოუსპესო და ახლა 10 კილომეტრი როგორ უნდა ატარო თქვა მესტიის რომელიღაცა მიუვალი სოფლიდან თქვა მესტიამდე გამორიცხულია ხო და ამიტომ დაიცალა სოფელი. ასე რომ სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა ყველაფერს და ასევე რეალური ძირეული რეფორმების გატარება და პირველ რიგში პოსტულატები უნდა ჩამოიწეროს, აი რას ვიძა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ რაღაცა პრინციპები უნდა ჩამოიწეროს და ამ პრინციპებს მერე კანონებით ესხმევა ხორცი. და საზოგადოება ჯერ პრინციპებზე უნდა შეთანხმდეს და არა ისე რომ მინისტრი რომ გამოდის და აი რეფორმას ვიწყებთ და აბსოლუტურად მკვახეა ეს რეფორმა მოუმზადებელია საზოგადოებთან, პედაგოგებთან შეუთანხმებელია. როგორ ხდება ხოლმე და მე რაღაცა ბალაბურდას ვიღებთ, თურმე ამინის თავის ინიციატივით რაღაცა დაუწყია, თქვათ, ან ვიღაცას მთავრობაში და რაღაცა მე ჩერდება ყველაფერი ან იშლება და კიდე უარესად წყლულს ემატება. ასე იყო, თქვათ, ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ნახეთ ხო ეს წამოწყებები ჩვენი მთავრობის, რომელიც ყველა ჩაფლავდა, იმიტომ რომ ჩაფლავდება ბუნებრივია, შენ კონსულტაციები საზოგადოებას უნდა ჩაატარო, არ უნდა იყო იზოლაციაში, არ უნდა გინდოდეს მარტო რეფორმებისთვის. ანუ უბრალოდ რომ ვიღაცამ თქვათ პაგონები გაგიზარდოს, ან შენ დაიკარო ეს პაგონები და ესე იგი მიგეწეროს რეფორმისტის სახელი და რეალურად ჩაატარო რაღაცა საზიზღრობა, ხო? დახურო ის გპი დაშალო და იმის ადგილზე მიაიყვანო დეველოპერები თავისი აი ამ დიდი ბულდოზერებით და იმ ტერიტორიაზე მოასუფთავო და ააშენო კორპუსები. ეს არ არის რეფორმა განათლების სისტემის. ან სადღაც თქვა ის გპის ან პოლიტექნიკური უნივერსიტეტი გადააგდო სადღაც 900-ით, სადაც უბრალოდ ახალგაზრდა ვერ ივლის. აი თქვა არ ვიცი სადღაც თბილისის ზღვის იქით კიდევ 10 კილომეტრი ძევით სადღაც ტყეში.
ვერ ივლის ახალგაზრდა, უბრალოდ მშობელი არ გაუშვეს და რა აზრი აქვს თუნდაც ოქროს შენობა რო აშენო იქ. ვერც პედაგოგი ივლის და ვერც ესე იგი სტუდენტი. ასე რომ რაღაცნაირად აი რაღაცა პრინციპებზე უნდა შევთანხმდეს საზოგადოება, უნდა ფართო ფენები საზოგადოების და სპეციალისტების სამინისტროსთან შეთანხმებით რა თქმა უნდა პარლამენტარების, აი ჩვენი პარლამენტარების რომელთაც გძინავთ აბსოლუტურად რა. აი მე მიგვის რომ დეპუტატი ხარ კომისიებში ზიხარ, ხო? დარწმუნებული ვარ არსებობს პარლამენტის ეკონომიკური კომისია, იურიდიული კომისია. რა შვებიან ეს კომისიები? რა, რომ პარლამენტის ხდომაზე თამაშობენ Facebook-ზე და YouTube-ზე შედიან და ერთობიან. აქედან უნდა მოდიოდეს რეფორმისტური მუხტი უნდა მოდიოდეს პარლამენტიდან და არა ესე იგი სამინისტროებიდან. სამინისტრო ჩვენ უნდა ვიცოდეთ გააზრებული მქონდეს რომ სამინისტრო არის შემსრულებელი, აღმასრულებელია. იმას ვერ მოთხოვ ისეთ რეფორმების ჩატარებას, ის შეიძლება თავისი თქვა მოიზიდოს სპეციალისტები სამინისტროს შიგნით თვითონაც აზრი თქვას რაღაც, მაგრამ ინიციატორი უნდა იყოს პარლამენტი, უნდა იყოს ხალხო. პარლამენტი არის კანონშემოქმედი და სახელმწიფოს მშენებლობა იწყება კანონებიდან, კანონების გამოცხობიდან. და პარლამენტი აბსოლუტურად მიძინებული მდგომარეობაშია და რა, როგორ მუშაობს პარლამენტი, რომ ვიღაცა ემისარს ელოდება ევროპიდან გზელი სახაზავით, რომელიც ჩამოვა დაკრავს ამ თითებში და თქვათ აიძულებს, მაგრამ რას გაიძულებს? ის გაიძულებს, რომ თავისი გაიტანო. ის გაიძულებს, რომ პირიქით დაგემახინჯოს ყველაფერი განათლების სისტემას, ბიზნესის, ეკონომიკას და ბრიუსელს ახლა რა აინტერესებს, რომ ესე იგი ქართული ეროვნული განათლების სისტემა აყვავდეს, ან ქართული ბიზნესი აყვავდეს, ან ქართული წარმოება აყვავდეს. თუ თავისი ის სოდომიტური რაღაცები განახორციელონ განათლების სისტემაში, როგორც აკაკუნებდნენ მთელი წლების განმავლობაში. ამიტომ უნდა გამოფხიზდეთ პარლამენტი, აი კრიტიკის ესე იგი კომპასი ის არის, უნდა მივმართოთ ახლა უკვე პარლამენტისკენ. აი უნდა ვანჯღრიოთ ის დეპუტატები, უნდა შევხვდეთ, მე მაგალითად მოუწოდებ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, მოუწოდებ ქართულ ეროვნულ პარტიებს და ეროვნულ არამსამთავროებს, რომ შევხვდეთ რა, ავიღოთ, ჩავიცვათ რკინის ქალატნები, დავიკავოთ ხელში რკინის ჯოხი, ასე ვთქვათ, აი ოთარ რანქვრივიდან ხო გახსოვთ ეს დადიოდა ხო, თავისი ოჯახის გამო. იგივე ოჯახია ეს ჩვენი განათლების სისტემა, იგივე ოჯახია ხო ეს ყველა დარგი ჩვენი. და შევხვდეთ ამ დეპუტატებს, რატომ ძინავთ, შევანჯღრიოთ, სად არიან? რას ფიქრობენ, რას ელოდებიან, ვინ უნდა იყოს ინიციატორი საქართველოში რეფორმებისა. თოვლის ბაბავა ვერ ჩამოვა 9 თვისიქით ახლა დიდი ჯოხით და ვერ დაიწყებს აქ რეფორმებს, ხო? და სხვას არავის არ ევალება, გარდა პარლამენტარებისა, იქ გენაცვალე კვალიფიციური ხალხი უნდა იყოთ, იქ არ უნდა იყოთ მეპურეები, თქვათ, აბორტმახერები და სპორტსმენები და ისეთი ხალხი, რომლებიც საერთოდ წარმოადგენდა არ გაქვთ კანონებზე, ხო? აი ესა ჩვენი ბრალიცაა, რომ ისეთ ხალხს ვირჩევთ, რომელსაც არავითარი კვალიფიკაცია არ აქვს, კანონზე მუშაობა არ უნდათ. მე მახსოვს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ კაცი ვერ ნახეო, რომ კანონებზე დავსვაო. არც სურვილი აქვთო. ხო და არც მოგეთ პასტა და ფურცელი ზოგი ტრაბაღობს, იმიტომ ცხოვრებაში ხელში არ ჭერია უბრალოდ და 2-3 გვერდი არ წაუკითხავს და მასალა არ დაუმუშავებია, წინთან მუშაობის ელემენტარული უნარჩვევები არ აქვს ზოგიერთ პარლამენტარს. და რა რეფორმა უნდა გაიკეთოს იმან, კაცო? საერთოდ ისეთი ხალხია პარლამენტში მოსული, რომ ესე იგი არავითარი სურვილი არ აქვს, არც რეფორმების, არც გაუგონიათ, რომ თუ ამის ესე იგი ეს არის წყარო არის პარლამენტი და კანონზე მუშაობის არავითარი გამოცდილება არ აქვს. არ არიან არც იურისტები, არც ეკონომისტები, იქ ძალიან ცოტა პედაგოგების ნაკლებობა იქა. და რა კატეგორიის ხალხია, რა სპეციალობის ხალხს ვირჩევთ, იქ ვერ გავიგებთ. ამიტომ ახლა კრიტიკის ხარცეცხლი უნდა დავიწყოთ პარლამენტიდან. და პარლამენტი მე რასაც საზოგადოების ფართო წრეები ჩათვლით, რა კანონებსაც მიიღებ, მე ის ევალება სამინისტროს და სამინისტრო არის შემსრულებელი, კი განაცვალე, მე მოვთხოვოთ, რომ მონიტორინგი იყოს კარგი და ეს კანონები განხორციელდეს და გავიდეს და აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ უკვე. ასე რომ განათლების სისტემაზე ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკებთ, ეხლა მე მინდა რომ 1-5-6 ჩვენი ესე იგი გადაცემა მიეძღვნას ამას და ალბათ კიდევ მეტიც მიეძღვნება. ელემენტარულიდან დავიწყოთ ხახნო გვენანება ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, რომ პედაგოგს მივცეთ ესე იგი ხელფასი ნორმალური. ხო და როგორ უნდა მოხდეს ეს თუ პედაგოგს ფინეთში უმაღლეს ესე იგი უზარმაზარი კონკურენცია პედაგოგის ადგილზე.
უფრო მეტი ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლის პედაგოგი უფრო მეტ ხელფასს იწყებს ვიდრე მთავრობის ჩინოვნიკი მთავარი. აქედან გამომდინარე, აი ბატონო მაჟე, აი სულ რაღაცა წამები გვჩება, რა სიტყვით თქვენ და როგორ დავამთავროთ ეს? აი 20 წამი გვაგონი. ხო, კიდევ ვიტყოდი რომ თუ სკოლას არ მიეხედა 5 წელიწადში საქართველოს აღარ იქნება და ეს პრობლემა არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების და მე რა თქმა უნდა მშობლებისაც. აი ესე მეგობრებო, ოპტიმისტები ვიყოთ და პირიქით, ყველაფერს მივხედათ და კარგადაც ვიქნებით, რეფორმები დაიწყება, მე ასე ვფიქრობ ნელა. მადლობა ყურადღებისთვის და რაღაც დავესწროთ მრავალ აღდგომას და მრავალ ბენიერ დღეებს თქვენთან ერთად, მეგობრებო.